მქონია სიტუაცია, როცა მთელი დღეა TikTok-ს სკროლავ, გინდა შეეშვა და სხვა რამე გააკეთო, მაგრამ უბრალოდ თავს ვერ ანებებ. მე ძალიან ხშირად. და მაინც, რატომ სკროლავთ ამდენს? უაზრო სკროლა სოციალურ ქსელებში ერთი შეხედვით მოწყენილობისგან თავის დაღწევის მარტივი გზაა, მაგრამ ის რეალურად ძალიან საზიანოა. ახლა გეტყვი სკროლის 3 ყველაზე ცუდ შედეგს. პირველი, გვართმევს კონცენტრაციის უნარს, რის გამოც მე არც სწავლა გვინდა და არც საქმის კეთება. შესაბამისად იკლებს პროდუქტიულობის დონეც. მეორე, გვაძლევს უამრავ მასალას, რომ ჩვენი ცხოვრება სხვის ცხოვრებას შევატაროთ, რის შედეგადაც თავს უბედურად უგრძნობთ და თვითშეფასება გვიქვეითდება. მესამე, უბრალოდ ის რომ დროს უაზროდ ხარჯავ. წარმოიდგინე, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია იმ საათებში, რომელსაც TikTok-ის სკროლაში ხარჯავ. თან ამ TikTok-ებიდან დღის ბოლოს ერთის შინაარსიც არ გახსოვს. და მაშინ როგორ მოვიქცეთ? ისწავლე მოწყენილობის მიღება. იმის ნაცვლად რომ ყოველთვის ცდილობდე მისგან თავის დაღწევას, მიეცი შემდგონებას თავისუფალი დრო ფიქრისთვის, ოცნებისთვის და ახალი იდეების გენერირებისთვის. მოწყენილობა შენი მტერი არ არის, უბრალოდ შესაძლებლობაა რომ შენს თავს უკეთ დაუახლოვდე. ის ერთგვარი პაუზაა ჩვენი გონებისთვის. სწორედ ამ დროს იბადება კრეატიული იდეები და ხდება პრობლემის გადაჭრის ახალი გზების მოძიება. და შენ რას აკეთებ მოწყენილობის დროს? დაგვიწერე კომენტარებში.